გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ძალიან დიდი ხნის თქვენი ხმის შემდეგ დავბრუნდით მე და ჩემი ძვირფასი სტუმარი და მეგობარი ბატონი არჩიბალდ მეკეში. გამარჯობა არჩიბალდ, როგორ ხარ? ალონი რეზინ, კარგია რომ ერთხელ რაღაცა ესე შეკრული ლაივის გამოგვივა რა. ძირითადად TikTok-ის ის არის ხოლმე რაღაც სწრაფად მიყრილი და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა გვაქვს ჩვენ სასაუბრო და განსახილველი, ეს არის ფასების საკითხი და ზოგადად ის პრობლემა, რასაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურად, ეს არის სიძვირე, ეს არის კერძო აფთიაქები, ეს არის მოგებაზე ორიენტირებული მაღაზიები და ზოგადად ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაწუხებს ყოველდღიურად, რომელიც ასეთი ძვირი გახდა ჩვენთვის, ვეღარ ვწვდებით ძალიან ბევრი ჩვენგანი და მივდივართ კიდეც ქვეყნიდან და ძალიან მძიმე გახდა ეს ყველაფერი. ჩვენ პრემიერ-მინისტრმა 4 თვის წინ დაგვპირდა, რომ თურმე ამ პრობლემას რამენაირად მიხედავდნენ და დააბრალა ეს ყველაფერი მოგების მარჟებს, რომ ძალიან დიდ მოგებებზე გადიოდნენ ეს კომპანიები, თუმცა შემდეგ ეს გადაუგზავნა საპარლამენტო კომისიას და ყველა ვნახეთ საპარლამენტო კომისიაში აქეთ ნინოწილოსონმა დაგვდობრალი, რომ მე ჯადოსნური ჯოხი არ მოქვს, რომ ყველაფერი მოვაგვარო და შემდეგ 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეს დაიდო დასკვნა, სადაც ამბობენ, რომ თურმე არანაირი პრობლემა არ ყოფილა ფასებთან დაკავშირებით და რაღაც ბლა 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 დაწერეს. ხალხს ჯერ დაპირება მისცეს და შემდეგ უკან წაიღეს ეს ყველაფერი, თუმცა ამ დეტალებში მე უკვე აღარ შევალ, რადგან მოსახლეობის ეს საკითხები ცნობილი არის და ამაზე მეც და შენც ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია და ხალხი გვეკითხება რა არის გამოსავალიო პოლიტიკურ დონეზე, ტექნიკურ დონეზეო და შენ მახსოვს რომ გააკეთე რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი ვიდეო, ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც აღწერ რა შეიძლება გაკეთდეს იმ პირობებშიც, როდესაც ჩვენ არ გვაქვს საწარმოო კაპიტალი განვითარებული და როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს თანამემამულეებს და ძირითადად მშრომელ ქართველ ხალხს, რომელიც ავსებს ბიუჯეტს სინამდვილეში, ის ტვირთი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. აი, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ უნდა მოვიქცეთ? რო აგვიხსნა ეს. ხო, მოკლედ, ჩემი ხედვა არის ესეთი, რომ წალსახად ეს კი როცა ვლაპარაკობთ რაღაცა პროექტებზე, ანუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს სწორი გინდა საფასო და გინდა ეკონომიკური პოლიტიკა, თავში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით ხელისუფლებას, რომელიც ღია არის ასეთი შემოთავაზებებისთვის და უბრალოდ რაღაცა ან ცოდნა აკლია, ან ინფორმაცია აკლია, ან წვდომა არ აქვს რამე ტიპის ცოდნასა და იმაზე, უბრალოდ არ არსებობს პოლიტიკური ნება, ხო? ყველაფერი, რასაც მე ან რეზი ვლაპარაკობთ ხოლმე დარწმუნებულია, რომ ამას ემსახურება, რომ უბრალოდ აბსოლუტურად გაცნობიერებული ყავს, რომ ყავს ასეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ იძახის, რომ ლიბერალური ეკონომიკური კურსი არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი შინაარსიო, რომ ჩვენი ამოცანა არის უბრალოდ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანს დავანახოთ ეს სწორი გამოსავალი, რამე თუ შეუქმნათ როგორც მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობა და რასაც მედია უნდა აკეთებდეს და დილიდან საღამომდე უხსნიდეს ხალხს, რომ შეიქმნას კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, რომ ხალხმა იცის სწორი გამოსავალი და ხელისუფლება არ მოქმედებს შესაბამისად, აი ამას ემსახურება ეს. რაც შეეხება სწორ გამოსავალს, არა მარტო სხვა ქვეყნების მაგალითზე და აი რა ცოტა დავიღალე კიდევაც რა რაღაცა იმ ქვეყანაში ასეა, ამ ქვეყანაში ასეა და ასე შემდეგ. ხო, ანუ სულ არსად არ იყოს თეორიულადაც და ყველანაირი გათვლებით შემიძლია დაგიმტკიცო, რომ ეს იქნება სწორი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, ხო, გინდა მუნიციპალური აფთიაქები, გინდა კოოპერატიული სუპერმარკეტები, ან აგერ უკვე ნიუ-იორკმაც დაანონსა მუნიციპალური სასურსათო მაღაზიები, ხო? რას ნიშნავს ეს განსაკუთრებით საქართველოს მე არ გვყავს, ანუ რატომ უნდა გააკეთოს ეს ხელისუფლება ნორმალურმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, რომელსაც უჩვენოდაც წესით უნდა იცოდეს ეს, უნდა გააკეთოს იმის გამო, რომ საქართველოს პირველ რიგში აქვს ათწლეულებში ჩაბარდნილი ანტიპროტექციონისტული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. ანუ მთელი მიწოდების ჯაჭვი არის აგებული იმპორტზე, იმპორტიდან შემოსულ საქონელზე და ეს პრობლემა არის მთლიანად მოსაგვარებელი ცალკე. იდეც ხალხი, რომელიც რა თქმა უნდა ფასების ნაწილია, მაგრამ სულ რო ხვალვე და არანაირი ჯადოსნური ჯოხები არ არის საჭირო, როგორც ამას ნინო წილოსანი იძახის, უბრალოდ პოლიტიკურ ნებას ეძახიან ჯადოსნურ ჯოხს და ეს ჯადოსნური ჯოხი რატომღაც თავისთვის ყოველთვის აქვს, გინდა საკადრო ცვლილებებზე, გინდა სამინისტროების დახურვა, შეერთება, ყველაფერზე, რაზე ჭირდება ჯადოსნური ჯოხი არის ანუ პოლიტიკური ნება. ეს აქვს, ხო? ხვალვე რო გაჩნდეს ეს ჯადოსნური ჯოხი, ანუ პოლიტიკური ნება, აბგდ
რომ აბა სასტრაფოთ ეხა მასიური სოფლის მეურნეობის წარმოებაში ინვესტიციები, განვითარება, მაქსიმალურად ეროვნულ წარმოებაზე გადასვლა და ისე რაც რა თქმა უნდა საბოლოოში ფასებზეც და ხარისხზეც იქონიებს გავლენას. მაინც გამოცავალი არის დღეს სასტრაფოდ მუნიციპალური აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. იმიტომ რომ სულ რო ხვალვე გაჩნდეს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა მინიმუმ დრო არ გეყოფა იმისთვის რომ 4-5 წელი ხომ ის დაჭირდება რომ პირველი მოსასვლელი აი მთელი ქვეყანა საგანგებო სამხედრო ვითარებაში გადავიდეთ ამ სოფლის მეურნეობის რეფორმას ხო რა წლები ხო დაჭირდება. ამიტომ ეს არის ბრწყინვალე გამოსავალი, სადაც ქრება მოგების მარჟა როგორც მარკეტების, ისე აფთიაქების და ჩნდება საჯარო ალტერნატივა. ისტორიამ და რაზეც ახლა აღარ შეგაწყებთ თავს მედარეზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, გინდა გადაცემებში, გინდა საკუთარ ვიდეოებში, გინდა საერთო ლაივ სტრიმებში და ასე შემდეგ, ხო? თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით მსოფლიოდანაც მუდმივად მტკიცდება, რომ შეუძლებელია კერძო სექტორი, რომელიც არის მოგებაზე ორიენტირებული, რომ მას არ აქვს საჯარო ალტერნატივა, რომ ის რაღაცა გადაწყობებით ან ბაზარზე ელემენტარული ინტერვენციებით მას აიძულებ ჩადგეს ხალხის და ქვეყნის სამსახურში. მხოლოდ საჯარო ალტერნატივებს, ანუ სახელმწიფო ალტერნატივებს შეუძლიათ შექმნან ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია არ ნიშნავს მარტო კერძო სექტორს შორის კონკურენციას, იმიტომ რომ კერძო სექტორი დაკომპლექტებულია მილიონერებით, მილიარდერებით. ამ ხალხს გააჩნიათ საკუთარი ეკონომიკური ბიზნეს ინტერესები, მაქსიმალური მოგება ყველანაირი სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე, ხო? ჯანსაღი კონკურენცია იქნება, რომ ჩვენ ხალხს, რომელსაც მედიანური ხელფასი 1000 ლარამდეა საქართველოში, არანაირი ინვესტიცია არ გაგვაჩინა, არანაირი კაპიტალი არ გაგვაჩინა და როგორც რეზინი თქვა დასაწყისში, რომ ჩვენ ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენი ფულით, სახელმწიფოა ჩვენი ინსტრუმენტი ხალხის ჯანსაღი კონკურენციისთვის ბაზარზე, რათა შევიდეთ მოსახლეობის 0.01%-თან ჯანსაღ კონკურენციაში, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით აქვს ყველაფერი. კაპიტალი, კონტაქტები, თავად იმპორტიორია ხშირად, ან წარმოებელის თვითონ არის და ასე შემდეგ, ხო? და ასევე უნდა ვთქვა, რომ ცოტა იცით რა არის, კიდევ სხვა შორის უფრო დემოკრატიული მოდელია, რომელიც და ამას ვიდეოებში ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, რომ კოოპერატიული მარკეტები. კოოპერატიული მარკეტები, თქვათ მაგალითად საქართველოს ლიბერალურ ხელისუფლებას გაათავისუფლებდა იმ პასუხისმგებლობისგან, რომ აი ხა არ ჯდება ამ ჩვენ ლიბერალურ ეკონომიკურ კურსში, რომ ახალი სახელმწიფო კომპანიები შექმნა, ხო? არ შექმნა ბატონო. გამოდი და ერთჯერადი ოქროს მეწილე გახდი კოოპერატიული მარკეტების, კოოპერატიული აფთიაქების, გააკეთე პირველადი ინვესტიცია, ამოღება გათვალე 30 წელზე და რაღაცა 20 თეთრობით ამოიღე ის, რაც ბიუჯეტიდან დახარჯე და თვითონ სამომხმარებლო მარკეტების შექმნას იქნებოდა გამოსავალი. ეს თვითონ მთავრობასაც მიემართება. და მეორე, აქეთ მინდა ვთქვა ცოტა ხალხსაც, რაღაცა არავის არ ვადანაშაულებ, ხალხო ერთი წამი აგებუნოთ, რომ ან პირადად თქვენ, ან ვიღაცას ვინმეს ვადანაშაულებ, რომ გარემო აიგეთ შექმნილი რა. რომ აი მაგალითად რამდენს შეგვიძლია, რომ აი მაგალითად სულ სახელმწიფოს გარეშეც შეგვიძლია კოოპერატიული მარკეტების წამოწყება თვითონ ხალხს. მაგრამ 5 კაცს ვერ მოძებნი მართლა რომელმაც საქმეს იცის გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ის არის რომელიც ამით დაინტერესდება. იმიტომ რომ იმდენად იდეოლოგი რომ მოდი ეს გავაკეთოთ რა. იმიტომ რომ იდეოლოგიურად იმდენად მოწამლულია მთლიანად არა მარტო სახელმწიფო და მთავრობა, არამედ საზოგადოებას, რომ ინტერესი არ ჩნდება იმისა, რომ აი ხა კოოპერატიული მარკეტი რო გავაკეთო რა, მე 1800 ლარი მექნება ხელფასი, წავალ გავაკეთებ ჩემ კერძოს და მოვიგებ დავწერ თვეში უბნის მარკეტს გავაკეთებ და მექნება 7-8000 ლარი, რატო გადავაკვდე მაგას, ხო? ანუ ეს ერთის მხრივ რისკავია, რომ პირველ რიგში არის მთავრობა დამნაშავე. მაგრამ როცა გამოსავალზე ვლაპარაკობთ და გაცნობიერებული გვაქვს, რომ ყავს ეგეთი ანტისოციალური მთავრობა, სადღაც უკვე უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მათ გარეშე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გვიწევს, იმიტომ რომ ნორმალური მთავრობის პირობებში ამაზე ფიქრი არ უნდა გიწერდეს საერთოდ, იმიტომ რომ პირიქით მთავრობა უნდა გეგმულებოდეს შენ მხარეს, ხო ხა? დღეს 1 მაისი არის საერთაშორისო მშრომელთა საერთაშორისო დღე, ხო? აქ სისტემები არიან გაფიცულები.
ბათუმშიც, თბილისშიც, ასე შემდეგ, ხო? აი, თუნდაც ეს ფაქტიც რასაჩვენებს, ხო? რომ აი, ტაქსის კომპანიები რა არის, ხო? Bolt-ი, Yandex-ი, Max-ი, რაღაც აი, ესე ადამიანებზე რო თქვა, აჭა, პუჭა, ერზო კომპანიები. ხო, ანუ აქ ხო ეხლა რაღაც გიგანტებზე და ტრანსნაციონალ EBRD და ვაიმე სავალუტო ფონდი და რაღაცაზე ხო არა ლაპარაკი, ანუ რეალურად არის ჩილკლასის კომპანიებზეა ლაპარაკი, ხო? აი, ამათთან დაპირისპირებაც კი არ შეუძლია. აი, დღეს ხო შეიძლებოდა რომ გინდა ჯანდაცვის მინისტრი, გინდა თბილისის მერი, გინდა ბათუმის მერი, ასე შემდეგ, მისულიყო ტაქსისტებთან და ეთქვა რომ თქვენ გვერდზე ვარ ბიჭებო, რა შემიძლია გავაკეთო. ან თვითონ სახელმწიფო ჩაერთოს, აი ხო კოოპერატიულზე როცა ვლაპარაკობთ რა, რეზის ძალიან კარგად აქვს, ჩემზე ბევრად კარგად აქვს ამ თემაზე ნამუშევარი აკადემიური თვალსაზრისით და კიდე ჩემზე უფრო ღრმად იცის აი ეს საკითხი ხა კონკრეტულად რასაც ვიტყვი რა და ალბათ ცოტას რეზი განავრცობს რა. ციფრულ აპლიკაციებზე დაფუძნებული კომპანიები, როგორც არის ტაქსი, კურიერი, ასე შემდეგ, არის კოოპერატიული მმართველობის რეალურად ყველაზე ადვილი ფორმა. ან ყველაზე ადვილად კოოპერატივი გამოდის მან. იმიტომ რომ შეკვეთაზე დაფუძნებული სამსახურში ძალიან ადვილია დოლათის გადანაწილება. და აი ამ კრიზისში ნაცვლად იმისა, რომ ახლა როცა ვლაპარაკობთ რა რეზი კოოპერატივის, ხო? საქართველოს აქვს ჯიტა, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, ეკონომიკის სამინისტროს ნაწილია. მერიები, ხო? როგორ უნდა ეხმიანებოდეს 1 მაისს ასეთ პროტესტს სახელმწიფო? ჩვენ სახელმწიფო მობრძანდით ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრში შეგიქმნით აპლიკაციას, ხვალვე ან ვაცხადებთ საგრანტო კონკურსს, რომ შეუქმნათ ამ ხალხს აპლიკაცია და მე თვითონ წავიდე და ტაქსებს თუ უნდა დაარსონ კოოპერატივი. ხომ ყველა მიცის რომ ეს აპლიკაციის შექმნა დაახლოებით ერთი გასაგებია რომ ხელოვნური ინტელექტის პირობებში გაადვილდა რაღაცები, მაგრამ მინიმუმ 200,000 ლარის ამბავი არის, რომ იმ ხარისხის აპლიკაცია შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს დიდ მონსტრებს რა, ნუ ამ ბაზარზე მონსტრებასაც ქვია რა. ამას რო ხა სახელმწიფო არ აკეთებს რა, ძალიან ცუდია, სადღაც უკვე უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ როგორ უნდა გადავდგეთ ჩვენ თვითონ კვირაზე და ან კრიტიკად ეს ყოველთვის უნდა შევინახოთ, მაგრამ რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ? სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდით თქვენ მგონი ამ თემაზე, ამ გიგ ეკონომიზე დაფუძნებულ? მადლობა არჩიბალდ, ანუ რასთან ვფეხა აბსოლუტურად გეთანხმებ ბევრ რაღაცაში რა. მაგრამ პრობლემა ჩვენ არაერთხელ აღვწერეთ ეს პრობლემები, ჩვენ არაერთხელ გავაკრიტიკეთ ეს პრობლემების შესახებ არსებული ასე ვთქვათ, ინტერესთა მხარეები, ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად ძვრები არ ხდება, ფასების კომისიის ჩავარდნა იყო ამისი ერთ-ერთი ბოლო დროის თვალსაჩინო მაგალითი. ხა რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს კიდე ცალკე სპეკულაციების თემა, პრემიერმა განაცხადა მარჟების პრობლემა არისო, კომისია გამოვიდა არაფერი მარჟების პრობლემა არ არისო, აშკარა ხა ბიზნეს ლობი, ის იდეოლოგიური ჩარჩო, რომელიც შენახსენე ხო ბოლოს 35 წელი რაც არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ეს ტაქსისტები რეალურად არიან დასაქმებულები, არა როგორც დასაქმებული მშრომელები, არამედ მათ აქვს მომსახურების კონტრაქტი და მათზე არ ვრცელდება ის კოჭრის შრომის კოდექსი, რომელიც მე და შენ არაერთხელ გაგვიკრიტიკებია და გაგვიმარტოს რა შეიძლება გაკეთდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსახლეობა სამწუხაროდ ვრჩებით დღევანდელ დღეს ასე ვთქვათ, უპატრონო, ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ სახელმწიფო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვენ ინტერესებს, არ ემსახურება და ხალხი ვრჩებით, ასე ვთქვათ, ჩვენ თავთან რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? იმიქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ დღეს სამწუხაროდ მთელი პოლიტიკური ველი არის ისტერიულად ჩაკეტილი აბსოლუტურ უშინაარსო იდიოტობებზე. ამასაც აღარ დავუბრუნდებით ესეც მილიონჯერ ვთქვა. ხო, გასაგებია, აბა ხა ამდენი ოპოზიციური ტელევიზია და პარტია არსებობს ქვეყანაში. ისინი რო სოციალური თემებით და სხვა არალიბერალური პლატფორმიდან უწევდნენ მთავრობას, რავი, ალბათ შენ წიგნს დაწერდი რაღაცას და დაისვენებდი და მე რაღაც სხვა საქმეს გავაკეთებდი და ტელევიზორს ჩავკრავდი. და პროფკავშირები გვაქვს კიდე, ხო, პეტრიაშვილი, რომელიც ამბობს 200,000 დასაქმებული მყავს 900,000-დანო და მინიმალური ხელფასი ვერ აუწევია ქვეყანაში და ისიც 15 რომელიც ჩააგდო ქართულმა უცნობა არაერთხელ და 15 კაციანმა პროფკავშირმა ავწიეთ, ხო, როცა სურვილი არის, ყველანაირად შეგიძლია ბოდიში და დაჩალიჩი და გააკეთო რაღაც, მაგრამ ამისი ნება არ არის, არც თავრობაში, არც პროფკავშირში, არც ოპოზიციაში და გვაქვს ეს იდეოლოგიური შეზღუდვა. მე მაქვს კიდე ერთი ესეთი შეკითხვა შენთან, როდესაც ჩვენ საუბრობთ
მუნიციპალიტეტების მიერ გაკეთებულ ამ აფთიაქებზე, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ ამ სუპერმარკეტებზე, ხო? ეს საკითხები რო დადგეს მოთხოვნის სახით, რომ მოვითხოვოთ ეს საკითხები. ამას ხო ჭირდება ორგანიზება, ამას ჭირდება რაღაც ქმედითი მექანიზმები, ამას ჭირდება ამ საკითხების გარშემო გაერთიანება. მაგრამ ამ საკითხების გარშემო გაერთიანებას ასევე ხوار უშლის ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ეს ნეოლიბერალური, იდეოლოგიური დოგმატებით გავსებული ნაცების მხარე, ან კოცების მხარე, არამედ ეს ვითომ რაღაც მემარცხენე აკადემიური წამოწყებები, რომელიც საერთო ჯამში ამ ვითომ სოციალურ თემებზე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აკეთებენ აქცენტს, რომ თითქოს გამოერჩენ ამ ნეოლიბერალებისგან და საბოლოო ჯამში მათი მთავარი მიზანი ყოველთვის არის გეოპოლიტიკური კუთხით საქართველოს დარჩეს ისევ კოლონია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების პოზიცია ერთს ამბობენ, როგორც მაგალითად ქართული ოცნება ითხოვს სუვერენულობას და მე ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ დამოუკიდებელი სუვერენული ეკონომიკა გვჭირდებაო, მაგრამ დამოუკიდებელი სუვერენული ეკონომიკისთვის არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ კოოპერატივები შეიქმნას, ის რომ ხალხს ასწავლონ, შექმნან ამისთვის სტრუქტურები, ის რომ ინდუსტრია განავითარონ და მუდმივად არ ვიყოთ დამოკიდებული მომსახურების სექტორზე, მომსახურების ეკონომიკაზე, სადაც ეკონომიკა მთლიანად იზრდება, ეკონომიკის ღირებულება რეალურად არ იზრდება და ჩვენ ჯიბებზე ვებრძნობთ, ეს ფული გადის აქედან, არ იქნება კვალიფიკაციური სამეცნიერო კადრი, არ იქნება კვალიფიკაციური კადრი არაფერში, ეს არის დროებითი სიღარიბის სამსახურები. აი ამ მოცემულობაში ხო არ გავს ეს რაღაც ოცნების გაბრძოლება, განცხადებები, იგივე ამ ფსევდო აკადემიურ რაღაც ვითომ სოციალურად ორიენტირებულ რაღაც იდიოტობებს, რომელიც წამოწყებებიც გვაქვს დღევანდელ დღეს. კი, რა თქმა უნდა და წყალსახარი რაღაც ერთი ვიდეო მქონდა კიდე გაკეთებული, რომ მაგალითად იმედზე დაწყებული ეს რაღაცა პოლიტიკური დებატები, ეს იგი დაკურებული როგორც კი რამე სოციალური თემა წამოეწევა, ეგრევე ხელისუფლება და მათი მთავარი არხი დაინტერესებულია, რომ ორ მხარეს წარმოაჩინოს ქართული ოცნება და სოროსის და USAID-ის დაფინანსებული კვაზი მიმარცხენე რაღაც NGO-ები, რომლებიც რაღაც მოძრაობებად გადაკეთდნენ. აი მაყურებელს მინდა აუხსნა, რომ შეიძლება ხა ვიცი, რომ არ არის ბევრისთვის ხა არც ეგ ხალხი, არც ვახუშტი მენაბდე და იქ თამთამი ქელაძე და რაღაც NGO-ები არა, ეგეთ ვინც არიცით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქვია, იმათმა რაღაცა მოძრაობა გააკეთეს სოციალური დემოკრატიისთვის თუ რაღაცისთვის. ამასაც მე და რეზ ვლაპარაკობთ, ხალხო მინდა გესმოდეთ რატო ეს რა, იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ, რომ აი დისკურსი როგორ იქნება რა, დისკურსი იქნება მედიებიდან რა და პოლიტიკური პლატფორმებიდან და ხელისუფლება ამ თუნდაც ოპონენტის ფორმატში ამ პლატფორმას აძლევს ისევ სოროსის NGO-ებს. იმიტომ რომ ამ цаრიელი წყლის ნაყვით იქმნება ილუზია, რომ თითქოს არის რაღაცა სოციალურ საკითხებზე შეწუხებული NGO სექტორი და რომლის ხმაც ესმის მთავრობას და შედის მასთან დისკუსიაში და რეალურად ერთ და იგივე რაღაცას ლაპარაკობენ და ამ ჯგუფის საერთოდ ყველაზე კარგი გამოვლენა არის მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან თქვი რა ხაი როგორც აქტივისტის რა რეზის ვისწავ ხალხო მოკლედ დიდი ხანია რა მაგრამ ნახეთ მე რადგან სხვა სფეროდან მოვდივარ კულტურის სფეროდან რა რეზი იყო ჩემთვის თავიდან როგორც რომ აი ხოდა ეხლაც მაგრამ გახდები რეზის გავსწავლობდი ბევრ რაღაცას და ასე შემდეგ ხო თავიდან ვერ დავიწყე ბანკებზე შეტევა იმას შეტევა ხო რა თქმა უნდა ითხოვდი ყველა არსებულ რეზისტანს NGO-შნიკებსაც, იმ სოროსის ფონდის ხალხსაც, ამათ კვლევებს, დოკუმენტებს, რაღაცებს, რომ აბა სად რა იკვეთება გინდა ბანკის თემაზე, გინდა ხელფასის თემაზე, რომ მაქსიმალურად ცოდნა მივიღო, რომ ანუ ადგილზე რა კვლევები არის ჩატარებული ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ხო? ესე იგი, შოკი დამემართა, რომ როცა აღმოვაჩინე, რომ ხალხი $1,000 გრანტებს იღებს ვითომ ბანკის თემაზე სალაპარაკოდ და პრაქტიკულად პირველი ადამიანი მიყავი, ვინც ცოტა ფართო საზოგადოებაში გავიტანი ამბავი, რომ თუიმე ხალხო ამერიკელების ყოფილა ეს ბანკი და EBRD ყოფილა მეცილე და BlackRock-ი შემოვიდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აქამდე ეს იყო მოწოდებული როგორც რომ უბრალოდ რაღაცა ქართული ბანკები, რომლებიც იქცევიან ცუდად. და თურმე გაიგვა რომ ხაზაძე და ჯაფარიძე ჯამში 14% არის წილი ერთად ორივეს. და აი აქ არის ხოლმე რა ინტერესთა კონფლიქტი რა ანუ ხო
ერთმანეთის თავს არ დახევენო, ხო გაგიგიათ რა ეგ ამბავი. აი ზუსტად ეგ არის რა, რომ არასდროს USAID-ის, ევროკავშირის, სოროსის დაფინანსებული ეს ვითომ სოციალური NGO-ები, როგორც არის სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ეს მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის რაღაც საერთოდ აი ტბიში სისხლს მიქცევს. ეგ რაღაცა ესენი არასდროს არ დახევენ თავარ თავს, სადაც არის გასახევი. იმიტომ რომ ხელფასების თემაზე, ხო? ანუ ქოცების და ნაცების ბიზნესები ხო არის? იდე არის ამერიკული ევროპული კაპიტალი ბანკში რო დაბალი ხელფასია. ეგ ხო მარტო თიბის პრობლემა არ არის. EBRD ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი მეწილე და ასე შემდეგ და აი ეს იმდენად გადახლართულია ეს კაპიტალის ინტერესები, რომ ესენი ქმნიან უბრალოდ რაღაცა ამ ცრუ ჩვენ მაგალითად მოვიყვან ბოდიში ჩაგეჭერი რა და მე მახსოვს რომ ჩვენ მქონდა ესეთი შეხვედრა ამ NGO-ებთან და ჩვენ ვთხოვეთ რომ მეთქი NGO-ებო თქვენ ხართ ერთ-ერთი თავარი კლიენტები სასტუმროებისთვის, რომლებიც აკეთებთ კონფერენციებს რა და მოდი გაქვთ ძალა რომ ხართ NGO-ები და ხართ თავარი კლიენტები და თქვით რომ მე თქვენ სასტუმროში შემოვალ იმ შემთხვევაში თქვენ ყველა თანამშრომლს უხდით ღირსეულ ანაზღაურებას, საცხოვრებელ ანაზღაურებას. ეს როგორც კი ვახსენეთ, პანტა-პუნტით ზოგი საათ დაიმალა, ეს ამოიღეთ, ამას ხელს არ მოვაწერ. რუსეთზე, აგენტების ისტერიკაზე და რაღაც დემოკრატიაზე ხო კივიან და წივიან, მაგრამ როდესაც აგენტები პირდაპირ მათეხებათ და ხო, მაგრამ როდესაც რეალურად ხალხს მართლა ჭირდება დახმარება, იქ ისინი არ არიან. ხტები? ხო, ერთი კაგერა შევამჩნიე რა. აი სართული რო არის თუ იცი პლატფორმა, აი 99% აი არაფერში არ ვეჩახები. აი 99.9 შეიძლება. რა. ნუ კონკრეტულად გარავი კობახიძე ცუდი კაციას პროექტი, მაგაში ვეთახმები, მაგრამ განსხვავება რატომ? ანუ მე რატომ არ მომწონს იმათ რატომ არ მომწონს, ხო? აი რო შევადარო თუნდაც ეხა ეს სართული რა, აი ამ სოროსის NGO-ებს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ეს მოძრაობა სოციალური დემოკრატიის, ხო? ბევრად უფრო პრინციპულები არიან. იმიტომ რომ მოდიან აი იმ აქციებიდან რუსეთ ჩავბარდით, ვლადიკავკაზი, რეჟიმი, პროპაგანდისტული მედია რა, არ აქვს მშობა ამას ეთახები, არ ეთახები ამ რიტორიკას როას, მაგრამ რეალურად ვახუშტი მენაბდეზე და იმაზე ბევრად უფრო პრინციპულები აღმოჩნდნენ. პირდაპირ ამბობთ, რომ არ წავალ იმედში დებატებზე. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ბრიტანეთის დასანქციონირებული ტელევიზია და მე აქ არ მიიღებ მონაწილეობას. რომელიც ინტერესებად იგივეს ხო ლაპარაკობდნენ ეს სოროსის ხალხი, ზუსტად იგივეს, ნახე? და დღეს აი სხვათა შორის ერთი ვიდეო მაქვს ბევრს ვდებ ხოლმე და გამოგეპარებოდათ. აი ეგ ამბები რომ დაიწყო გახსოვს ილონ მასკმა და კენედიმ რო დაიწყეს გაძმოდება USA-ის სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდა ხელს საქართველოსიო, საქართველოს რო იყო ნახსენები და ვიდეოები თბილისის აქციები და ასე შემდეგ. მაშინ თქვი ეგეთი რაღაცა, მეთქი ამ ხალხს მეთქი აი იმენა NGO-ებს რა, ვინც აი 100,000-ობით ფულს იღებდნენ ამაში, აი მაგ პერიოდში, ახლა ოცნება საერთოდ სხვანაირად გამოიყენებს მეთქი. აი როგორც ნაცების თემაზე, ხო იცი, რომ რაღაცა კომისია რო შექმნის ეხა აგერ და აკრძალვა და ასე შემდეგ. არიან გამოჭერილი ხვალვე აღუძრავენ საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე ყველას. ვიზეც უნდათ ბობოლა NGO-ებიდან. ამიტომ როგორც ადრე აკეთებდნენ ოცნების საქმეს, აი უკრაინის ომამდე, დღეს ამ ფორმით გააკეთებენ ოცნების საქმეს, იმიტომ რომ ყურებით არიან გამოჭერილები ნებისმიერ მომენტში აღუძრავენ საქმეს სახელმწიფო გადატრიალებას. რო გამოდიან ეხლა და რო იძახიან გინდა კობახიძე, გინდა სხვები რომ აი იმის ტრეინინგი, ამის ტრეინინგი, ასე შემდეგ. ეხლა მე რო ხედავდი ეხლა ინსტაგრამზე ესენი რომ არჩევნებამდე და აქციებამდე სამი თვით ადრე ყველანი ამერიკაში იყვნენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რაღაც გაურკვეველ მიზნებზე და გაურკვეველ რაღაცა ტრიფებში. ხო, ეგ ხო ეხლა იმანაც იცის რა ქვია. შესაბამისად, ამიტომაც ზიანი იმედზე, ამიტომაც ეპაექრებიან ამ სისულელეებზე, რომ რაღაც რეკლამას უკეთებენ პირიქით კონცერტს. დაახლოებით იგივე პონტი არის, მე მგონი რომ აი ცდილობენ რომ გირჩისნაირად რაღაც ოპოზიციური აზრით ვითომ შექმნან, მაგრამ რა არის პრობლემა იცი რომ ეს ხალხი მე და შრომელ პროფკავშირებს გვებრძოდა, ოღონდ პეტრიაშვილს არა ჩვენ დამოუკიდებელ გვებრძოდა იმის გამო
რომ თურმე მშრომელების ნაცვლად ესენი უნდა მსხვდარიყვნენ საპარლამენტო კომიტეტში, სადაც შრომის საკითხები ზეგანაკვეთური შრომა განიხილებოდა. ეს ხალხი ზეგანაკვეთურად არ მუშაობენ. ერთი ფურცლის დაწერაში, ერთი დოკუმენტის დაწერაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთმა იურისტმა, ერთმა ადამიანმა უამრავი თანხა მოითხოვა. შრომელის ხელფასია 300 ლარი, 400 ლარი თან მასში. ესენი კომიტეტებში ისხდნენ, კომიტეტში მაგალითად სიტყვა აიღებდნენ რაღაც სიტყვა რომელიც შევცვალეთ სიტყვა რაღაცით. ამას მიწერდნენ თავიანთ დონორებს და აი ჩვენ გავლენა მოვახდინეთ პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილებაზე. წამოვიდოდა იქიდან მე მილიონები და ამით ეგონათ რომ აკეთებდნენ საქმეს და მთავრობასაც ორი კონკრეტული ორგანიზაციის გარდა. ხო, მთავრობასაც ერთი სამინისტროებში შეიწოვა. ერთი წამი დაამთავრე ბოდიში და ესენი არა არის პრობლემა და ესენიც მოყავდათ და ექსპერტებად და ქართულ ოცნებასთან ერთად იღებდნენ ისეთ სულ კანონმდებლობებს. მე არ დამოიყო სოციალურ კანონმდებლობაზე დაგვეტაკეთ პირდაპირ მშრომელებს და დღევანდელ დღეს 2022 წლის მერე, როდესაც მოხდა გარდატეხვა და იმედი ჰქონდათ, რომ ბაიდენის მთავრობა გადატრიალებას მოახდენდა და კაპიტანი გიგაური და ეგენი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, რეალურად ეგ ჩავარდა. აქედან გამომდინარე, ხა ტრამპაც გადააგდო ეგენი და აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომელიც შენ აღწერე და ამ ყველაფერში მე ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობა კიდე ერთი დაბრკოლებაა. თუმცა ამასაც გადავტეხათ, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო გამოცდილი და ჭკვიანია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ჩვენ იმდენი რაღაცა ვნახეთ. აი ამიტომ გავაკეთე პატარა შესავალი, რომ არის რაც არ უნდა ხა იმედმა და ოცნებამ იმუშაოს ამ ხალხის წამოწევაზე, როგორც რაღაცა თითქოს მეორე მხარის, იმიტომ გავაკეთე შესავალი, რომ ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ რელევანტურობა არ აქვს. უბრალოდ მაყურებელმა რომ იცოდეს, რომ რატომ ლაპარაკობთ ამაზე, იმიტომ რომ როგორ იქნება ყალბი დისკურსი, თორე ეს ხალხი და ეს ორგანიზაციები მაყურებელს მიმართავენ, ხა თქვენც რო ძალიან კარგად იცით, რომ ნული არიან, ძალიან კარგი გქონდ, რომ დაინახოთ როგორ იქნება ყალბი დისკურსი. შენი აზრით, აი რეალურ დისკურსს რომ დავუბრუნდეთ, ხო? რეალურ დისკურსს რომ დავუბრუნდეთ. დღევანდელ დღეს არის თუ არა ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ კონდეს მაგალითად საჯარო სუპერმარკეტები, კონდეს ეს კოოპერატივების სისტემა გამართული, კონდეს პირდაპირ სახელმწიფო ინვესტიციები იმ დარგებში, რაც გვჭირდება და ნაცვლად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისა, კონდეს მეტი პროტექციონიზმი, ან ისეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები შეგვიძლია დავდოთ, სადაც ჩვენ კი არ დაგვადებენ კვოტებს, როგორც ევროკავშირმა დაგვადო, რომ მიორის რაღაც პროცენტზე მეტის გატანა არ შეგვიძლია და ევროპაზე ჩვენ არაფერი დათქმა არ გავაკეთეთ და თავზე გადაგვივლიან რამე რო იყოს, ხო? და ამის გარდა არისებობს თუ არა ნება იმისა, რომ საქართველოს ბანკს არ ეკუთვნოდეს ჩვენს ქვეყანაში. ჰოსპიტალური სექტორის 55%, სადაც ექნის მინიმალური ხელფასი არის 650 ლარი, რომელიც ჩვენ ავწიეთ, ოღონდ ყველა ჰოსპიტალი, ყველა საავადმყოფო 650 ლარზე მეც არ უხდის ექთანს, გაიგეთ? ანუ ეს მინიმუმი უნდა იყოს და კეთილნებასაც არ ირჩენენ, ხო? და შენი აზრით, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული რაღაცა კუთხით? სახელმწიფოს მხრიდან. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ თუ სახელმწიფო არ მოგყვება ამ შემთხვევაში და ჩაკეტილია პოლიტიკური ველით ამ ყველაფერთან ერთად, რა? პოლიტიკური ველი ჩაკეტილია, მე მართლა მგონია რომ ნების საკითხი და გეტყვი რატომ მგონია რომ არის ნების საკითხი. იმიტომ რომ მაგალითად არსებობს ეგეთი და ნუ ხა ვიცით რომ არ არის ეს აზრს მოკლებული რა, ვთქვათ რომ იქ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობებში ვარ შესული, ან რაღაცა პირიქით პოლიტიკური წნეხი არ წამოვიდეს, იმის გამო რომ ვთქვათ რაღაც კაპიტალის ფორმირება დაიწყო საქართველოში, ცოტა უფრო მეტად ხალხისკენ გადახარო, მაგრამ იცი რატო ვამბობ რომ არ მარტო პოლიტიკური ნება აკლია, თქვა ასე ურთულესი ბრძოლა გადაიტანა ამ იმპერიის ცენტრთან საქართველოს ხელისუფლებამ. გასაგებია რომ ნაწილობრივ და იმ იმედით რომ უბრალოდ იმპერიის ცენტრში რაღაცა პოლიტიკის ცვლილება მიდიოდა, მაგრამ გადაიტანა. ამან გამოიწვია ძალაუფლების ძალიან დიდი კონსოლიდაციაც. მთლიანად განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების ტოტალური კონსოლიდაცია. ანუ ვერტიკალი გამყარდა ძალიან. ამ ვერტიკალს აკლია ერთადერთი რაღაცა ცოტა დიდი სახალხო მხარდაჭერა. და დიდი სახალხო მხარდაჭერა არ აქვს იმის გამო, რომ გაიგო ქართველმა ხალხმა უკრაინის კონტექსტში რატომ იყო საჭირო რაღაც ტიპის დისტანცირება კონფლიქტი დასავლეთთან, მაგრამ რადგან ამდენი ილაპარაკეს სუვერენიტეტზე, კოლონიაზე, ასე შემდეგ, უკვე გაჩნდა დაკვეთა
სუვერენულ ეკონომიკაზე, სუვერენულ სოციალურ პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. რაც პირდაპირ უბრალოდ რაღაცნაირი პოლიტიკა გახდა თვითონ ეგეთი, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე დიდად ამ რეიტინგებზე არ ნერვიულობენ ხოლმე, იმიტომ რომ განაღდებული აქვს და სულ რომ რაღაცა 15%-ზე ჩავიდეს ანდობა, ან რეიტინგი ან რაღაცა ფეხზე ყიდიათ საერთოდ თავარია ძალოვანი ვერტიკალი მუშაობს თუ რაღაცა და ასე არის მართული და თან ეს რაღაცა ცრუ ოპოზიციური ისინი ხო? ამიტომ მარტო პოლიტიკური ნება აკლია, იმიტომ რომ აი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, კი არა არც მინდა წარმოვაჩინო საქართველოს მთავრობა რაღაცა აი უსუსურ რაღაცა დაჯგუფებას, რომელსაც არ შეუძლია რაღაცა თუნდაც მსოფლიო ბანკთან ან სავალუტო ფონდთან აღებული ვალდებულებების გადახედვა, რესტრუქტურიზაცია, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი ხარ. საერთოდ არ გულისხმობს რამე ტიპის ისტორიულ კონფლიქტს სავალუტო ფონდთან, სამუშაო პროცესია, ხო? ოღონდ ამათ სამუშაო პროცესი არის სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, რომ კიდე როგორ გაბეროს ქვეყანას საგარეო ვალებით, კიდე სადაც არის საჭირო, არ არის საჭირო შეტენონ ეს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის კრედიტები, EBRD-ის კრედიტები და ასე შემდეგ და რეალური საუბარი რაზეც უნდა მიდიოდეს იმათთან, ეს არ ხდება. ამიტომ აკლია მხოლოდ ნება და მეტი არაფერი საერთოდ. დისკურს რაც შეეხება, დისკურსი ვერ იქმნება, იმიტომ რომ მედია არის ოკუპირებული ყველა მხრიდან. და გინდა წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ღილაკიდან იმართება, თუ გინდა ორი ღილაკიდან იმართებოდეს, იქნება ცრუ დიალექტიკა მედიაში, რომელიც არ რეალურ პოლიტიკურ დისკურსს არ წარმოშობს და ამიტომ შესაბამისად მე გინდა მუნიციპალური აფთიაქი იქნება, საჯარო ბანკი იქნება თუ ოპერატიული აფთიაქი ამაზე უკვე რაღაც ლაპარაკსაც აზრი ეკარგეს, ხო? აი მაგალითად, როცა ვლაპარაკობთ ხო მუნიციპალურ აფთიაქებზე, ძალიან მომეწონა შევისწავლე ხარ რა, არ არის ხა ეს ჩემი რაღაც ალგებრო რაღაც მე ვსწავლობ ხოლმე რაღაცებს რა. სლოვენიას აქვს ძალიან კარგი მოდელი ზუსტადაც მუნიციპალური აფთიაქების 75%-მდე არის მთლიანად ბაზრის ათვისება და ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მოდელად ითვლება როგორც ფასების მხრივ, ისე მომსახურების მხრივ, ისე პრევენციული ფარმაცევტის მიმართულებით და აი ამაზე ლაპარაკი არ უნდათ რა. ამათ უნდათ მარტო ცარიელა გეოპოლიტიკაზე რა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა სპიკერის, ყველა პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ვალია, მათ შორის არის ჩემიც პირველ რიგში, რომ ძალიან ბევრ საუბრობთ გეოპოლიტიკაზე, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა ქვეყანაზე, მაგრამ ჩავლილია ეს. ჩავიარეთ. ყველაზე დიდი ძვრები გაიარა ქვეყანამაც, მსოფლიომაც, კი რაღაც ზანზარი მიმდინარეობს დღემდეს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკა არის სისტემა, რაშიც არის ძლიერი მთავრობა. იმიტომ რომ არ ვიცი ვაჭრული ინტერესით თუ რაღაც სხვა ინტერესით ამას აუღეს ალღო და ეს ამას შეერგა. ყველას ვალია შეგვიძლია დილიდან საღამომდე უნდა ვილაპარაკოთ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნებს და რაც თავია გამოსავალს და ბოლოს რაც თქვი რომ გამოსავალი რაც შეიძლება იყოსო რომ აი ძალიან მინახა მაგალითად რომ შეხვედრები დავიწყო ხალხთან სადაც შევძლებ პროფესიონალების იდენტიფიცირებას იმიტომ რომ აი მაგალითად ბევრს ვაკრიტიკებთ ხო ბიზნესს რა მაგრამ რამდენი აი საუნივერსიტეტო განათლებაში ხო ბიზნეს ადმინისტრირება რამდენს აქვს ხო დამთავრებული ხო აი ძალიან მინდა ეს ხალხი შევკრიბო ახალგაზრდები ვისაც ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და ვესაუბრო იმაზე რომ მოდი რა ეს შენი ცოდნა ბიზნეს ადმინისტრირების მოახმარე იმას რომ მოდი აბა ავაწყოთ კოოპერატიული აფთიაქი ავაწყოთ კოოპერატიული მარკეტი ავაწყოთ რაღაცა კოოპერატიული წარმოება და ასე შემდეგ რომ რაღაცა ცოდნის კონვერტაცია მოვახდინო სოციალურ პროექტებში ეს მგონია გამოსავალი თორე მეორე გამოსავალი რა თქმა უნდა არის რომ ხშირად არის ხოლმე რა ჩემი მაყურებელის და შენიც რა შემიმჩნევია შენს კომენტარებში აი გამოვიდეთ ხალხო ყველა და რაღაცა მე მაგ ხალხო განათლება მიღებული მედიის კვლევებში და სადაც რაღაც ერთი წელიწად ნახევარი ამ PR ტექნოლოგიებს ეთმობოდა რა მედია როგორ მუშაობს რა ძალიან ადვილია და თქვენ არ გონიათ მე და რეზის არ გვინდა რომ აი ესე ტელეფონი ჩავთოთ და უბრალოდ დაგიზახოთ რომ აბა მოდი ეხა ყველა ბანკზე და ყველა ხელფასზე და ყველა ფასებზე ძალიან გვინდა დილიდან საღამომდე მეც ეგნეს იზმერება რეზისაც და ყველა ხოს რომ ეგ როგორ ვქნათ მაგრამ საქმე რა შეიძლება მე ამ მედია ეს მუშაობს სხვანაირად უბრალოდ აი მაყურებელს მინდა აუხსნა რა ამისთვის არის საჭირო იმხელა ინფრასტრუქტურა რომ შედეგი დადო რა
ან მართლა როგორ რაღაც უნდა მოხდეს ისე რომ რავი რეზი მოკლან ან მე მომკლან და გაიყვარო აი ეს TBC ბანკმა კილერი დაიქირავა და რაღაცა მე ამაზე აგორდეს და ხოხტები რაღაცა და აი რაღაცა ეგ არის მე ხვდი იმიტომ რომ თუ 3-4 ტელევიზია არ გაქვს მინიმუმ რო თქვა რა ხალხის კონსოლიდაციას ვერ გააკეთებ და პირიქით შენი თემის ჩასაგდებად გამოიყენებენ ამას რომ აი ნახე ფეხზე კიდია ხალხს ბანკი კაცო 200 კაცი იყო მისული ფეხზე კიდია კაცო ხალხს ესა რა ქვია ამ დროს მედიით ირაზმება და მედია კამპანიებით ირაზმება ხალხი და ყოველთვის აი ეს ოპოზიციური ტელევიზია გასაგები ხა იმედი და პოსტივი ხო არ გასწავლით ხალხო რომ აქედან შემოგვიკლიეთ ამაში ვართ ხო აი თქვათ ეს ჭალებში ოპოზიციური ტელევიზია რაც ისინი რო აკეთებდნენ მაგას რომ ეხა დათოტურაშვილს წაუვიდა გული ბანკის პროცენტებზე ეხლა გამოვა და ვიღაცა არქიტექტორი მიმართავს ქართველ ხალხს სუხიშვილები ცეკვავენ თვითონ არიან ბანკების დაყიდები კარგი ან რაღაცა და აი ეს ხო ის გელოდები თქვა საინფორმაციოები რო იხდება ხო იცი აქციამდე ერთი კვირით ადრე 17 აპრილს 4 საათზე რუსთაველზე დაახლა ვიღაცა გვეტყვის რატომ უნდა მოვიდეთ მე ეხა ვიღაცა გვეტყვის რატომ უნდა მოვიდეთ მე კიდე ვიღაცა აი ეს უნდა ამას ნახე თორე ამიტომ მივდივარ სხვა გზით ან ჭირდება ალტერნატიული მედიაც რაც თვითონ უკვე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ესეთი მძიმე პრობლემებით ძალიან ამოვარდნილი ეკაც ლაპარაკობ და აბსოლუტურად გეთანხმები რომ ეს საკითხები ჩვენ გვიწევს რომ შუბლით გავიტანოთ და გავცდეთ ამ გეოპოლიტიკურ თემებს სამწუხარო ჩვენი დროც იწურება ეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მადლობა პირიქით რამხელა საქმეს აკეთებ იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცნობიერი განათლება გაიზარდოს სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებით რომ ხალხო ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ 35 წელი არავის არ მოუყოლია თქვენთვის რა არის გამოსავალი 35 წელია გვესმის რომ ვიღაცა არის ხელისუფლებაში ხო არ აქვს მნიშვნელობა შევარდნაძე მიშა ან ბიძინა და მე აქეთ არის ოპოზიციური ტელევიზია რომელიც პროსტა გეუნებია რომ ყველაფერი ცუდად არის ყველაფერი ცუდად არის გაჭირვება სიღარიბე ნახე ღარიბი ნახე ეს არის მიშა საქართველოს გამოსავალს არ გიდებენ გამოსავალს არასდროს არ გეუნებიან და წარმოიდგინეთ ამ ინულს ვალღობთ ეხა მე და რეზი აი ეს სვარკით ვართ მიმდღრები რომ დაჩქარებულ რეჟიმში რაც შეიძლება შენს ძალიან მადლობა რომ აი ესე ძალიან გაიტანე ეს თემები და ძალიან ბევრი რაღაცა გადადე გვერდზე და შენი პროფესიიდან და ძალიან ბევრი რაღაცა შემოიტანე ამ დისკურსში და ასე ვთქვათ მეც რო წინ წამოვწია TikTok-ზე რამდენიმე წლის წინ შენ დამსახურე მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ Zoom-შიც კი შეზღუდულები ვართ იმიტომ რომ ღარიბი ვარ ამიტომ ჩვენ იწურება ძალიან დიდი მადლობა არჩიბალდ ჩემო მაყურებელო იმედია პირიქით მადლობა მოწვევისთვის საინტერესო გამოგვივიდა ეს მცირე ინტერვიუ პატარას დავამატებ თუ შეიძლება სამწიფარებას მიდი ხო მოკლედ აი რო შევაჯამოთ რა ხალხო მოკლედ არის ორი გზა ცვლილებებისთვის ერთი ხელისუფლებაზე ისე შეჯახება აი მრავალათასიანი აქციები და ასე შემდეგ რომ აიძულო უკან დახევა მან პრობლემა არის რომ მედია მხარდაჭერა არ გვექნება არსაიდან ვერც ერთ მედიას ვერ აიძულებ რომ ორი თვე წინასწარ კამპანიები გიტაროს რომ აბავიკრებებით და მეორე გამოსავალი არის რომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ თუნდაც მინიატურულ ზომაში ან მინი ზომაში ალტერნატივების შექმნა და აქაც ახსენი გასირთულებს შეიძლება წავაწყოთ მაგრამ აი ეს მეორე გზა უნდა გავაქტიუროთ აუცილებლად ჩემი აზრით რეზი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან დიდი და ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადააზიარეთ მეგობრებო ეს ვიდეო თქვენს გამომწერებს თქვენს მეგობრებს აჩვენეთ აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან საჭირო ვიდეო არის და ესეთ ვიდეოებს სხვაგან ვერ ნახავთ აბა კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის რეზი მადლობა კარგად